სანამ კამერას დავამაგრებდი, პირველი რაც ვიფიქრე ამ ჩაფხუტზე იყო, რომ მეგონა რომ საერთოდ არ მიკეთია ჩაფხუტი. ჩემთვის ჩაფხუტი დაცვის გარდა ფაქტიურად ამარხის სახეცაა და აი ეს არის ჩემი ახალი სახე. უმაღლესი კლასის სარბოლო კარბონის ნოლან X804. სამყაროში, სადაც პისტა სტანდარტადაა აქცეული, რატომ ავირჩიე კონკრეტულად ეს მოდელი. რა მომწონს, რა არ მომწონს, ამ ყველაფერს ვიდეოში ნახავთ. პლუსებს და მინუსებს რაც ამ ვიდეოში მოისმენთ, ეხება ყველა სხვა ბრენდს და მოდელსაც და კონკრეტულად ამ ბრენდების მაგალითზე, იმიტომ გაჩვენებთ და ვსაუბრობ, რომ პირველ რიგში ესაა ბრენდები, რომელსაც ბოლაში შეიძენთ, ბოლა გახლავთ ჩემი არხის სეზონის სპონსორი. მეორე მხრივ ზუსტად ეს არის პროდუქცია, რომელსაც მე თვითონ ტესტავ ძალიან ბევრ მათგანს. პირადად ვხმარო და მხოლოდ მას შემდეგ თამამად და მოურდებლად გირჩევთ თქვენს და მხოლოდ მას შემდეგ ვუწევ რეკომენდაციას ჩემს მაყურებელთან. ასევე ყოველ წელს ბოლასთან ერთად დავდივარ მილანში, სადაც საშუალება მაქვს, აი დედამიწის ზურგზე თუ რაიმე დამცავი საშუალება არსებობს, ჩაფხუტიდან დაწყებული, ფეხსაცმლით დამთავრებული, ყველაფერი აბსოლუტურად მოვირგო. შევისწავლო, დავათვალიერო, ხელი მოვკიდო და მე თვითონ ვნახო. ინტერნეტში კი არ ვნახო რევიუ, მე თვითონ გავიკეთო თავზე თუ ფეხზე თუ სადაც ვიკეთებ. ამა ყველაფერს მიტოყვები, რომ ეს ჰოლივუდი არ არის, აქ არავინ არ გადაგარჩენს, თუ ეს ყველაფერი შეგიყვარდა, შენი მოსაგვარებელია ის საკითხი, რომ შენი დრო და შენი ფული დახარჯო ისე, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური შედეგი მიიღო და იყო დაცული. საოცრება არ გეგონება, რომ მართლა არაფერი არ გიკეთდა, დაუჯერებელია. ეგ არის რა. ფასის და კლასის შესაბამისი კომფორტი და ყველაფერი მოყვება. შავი ვიზორი დავამაგრე ეგრევე. შიდა სათვალე არ გვაქვს, შიდა სათვალე საკმაოდ ამძიმებს ჩაფხუტს. აი ტონა ჰაერი შემოდის. აი ტონა ჰაერი შემოდის, მართლა ესე მგონია, რომ ფანჯარა დამრჩაღია. გახსნილი ვიზორით რო დადიხარ, აი რანაირადაც უბერავ სახეში. და ეგეთი არა, მაგრამ ძალიან ბევრი ჰაერი შემოდის. ეს ეარვენტები დიდი აქვს, საჰაერო არხები ძალიან დიდი აქვს და მაგარი კომფორტია. ეს გათვლილი არის, რომ ტრეკზე ზოგადად მაგითი იზომება ტრეკის ჩაფხუტები, რომ შიგნით ამაგრებენ ხოლმე ტემპერატურის ზომს და თერმომეტრს და ზომავენ რამდენად ახლოს ინარჩუნებს იქ არსებულ გარე ტემპერატურასთან მიმართებაში ჩაფხუტის შიდა ტემპერატურას კონკრეტული მოდელი რა. ამას ჰქონდა მე მგონი +1 გრადუსი, ანუ ფაქტიურად ზუსტად იგივე ტემპერატურა გრჩება შიგნით რაც გარეთაა. ძალიან მაგარი მაჩვენებელი არის. ტრეკის ჩაფხუტებზე როგორც წესი ესე არის ხოლმე, ეს გამონაკლისი არაა. ყველაზე მეტად მე რაც მომწონს მაგალითად არის ის, რომ ჩემ თავის ფორმაზე აი საოცრად მერგება და დიზაინი აქვს, მე ვფიქრობ უბრალოდ უკონკურენტო, იმიტომ რომ ერთი არის ფუნქციონალი და დაცვა და ყველაფერი და მეორე არის ვიზუალი და ამისი უკანა ფრთა ისე მომწონს, როგორც არც ერთი სხვა. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მე ესეთი ვიზუალის სხვა ჩაფხუტი არ მეგულება, მაგიტომაც შევჯერდი ამაზე. აი თბილისიდან წყნეთისკენ რომ მოდიხართ და დასახლებულ ტერიტორიაზე რომ შემოხვალთ, როცა უკვე მთავრდება ეს კაფეები და ყველაფერი, აი ეგრე ზუსტად ბოლოში არის VS Coffee. კაი ყავა თუ გინდათ, ელექტროავტომობილის დატენვა თუ გინდათ, აბატონო, აგერ დასატენი პუნქტიც ეტყვით კოდურ სიტყვას, რომელიც შეგვიძლია იყოს სკინი, ან რაც გინდათ ვხარით და მიიღებთ ფასდაკლებასაც. აქედან არის დრაივის მისადგომი და აქ მოხვალთ შვიდად წყნარად ყავას დალებთ, ენერგიას შევისებთ, სენდვიჩებს მიირთმევთ და გააგრძელებთ მერე თქვენ რაიდს, სადაც მიდიოდით, თუ იქით მიდიოდით, სადაც მე დავდივარ ხოლმე. ორბეთი, ან დიდგორი, ან წყნეთი, ან კოჯორიდან ისე თბილისში ჩასვლა. ეს ჩვენი X804, როგორც ხედავთ, ძალიან დახვეწილი მოდელი არის. ფაქტიურად ყველაფერი აქვს, რაც ადეკვატურ მაღალი კლასის, ტოპ კლასის სარბოლო ჩაფხუტს უნდა კონდეს. ფრთებზე მიყვარს ხოლმე ძალიან საუბარი რა, როგორც წესი უმრავლესობა ჩაფხუტებს განსაკუთრებით შედარებით უფრო დაბალ ბიუჯეტიანს, აი ეს ფრთის ელემენტი აქვს ხოლმე უბრალოდ სილამაზისთვის. აქ რა თქმა უნდა გათვლა გაკეთებულია იმაზე, რომ თავის ფუნქცია მან შეასრულოს. პირველ რიგში აეროდინამიკა და ეარვენტებში შესული ჰაერის ისე გამოტანა უკნიდან, რომ აეროდინამიკისთვის ხელის შემშლელი წნევა არ წარმოქმნას. ამისთვის არის ზუსტად აი ამ ფრთაში შიგნით ჰაერი დატოვებული, ანუ შიგნით სარიელი არის და აი აქედან შიგნიდან გამოსული ჰაერი ტოვებს მერე აი აქედან თვითონ ჩაფხუტის ფრთის პერიმეტრს. რა თქმა უნდა, დირინგი გვაქვს, რაც სარბოლო სტანდარტია, ანტიალერგიული შიდარბილობი, სრულად კარბონი არის, მოყვება როგორც ჩავი, ასევე თეთრი ვიზორი.
გვაქვს ვიზორის დამჭერი მექანიზმი, რომელიც ჩვეულებრივ ხრახნია შიგნით და ესე შეგიძლიათ მოუჭიროთ, ეს საერთოდ ძრება და ძალიან მარტივად შეგიძლიათ მოხსნათ ვიზორი, რომ შეცვალოთ თქვა სხვა ფერით. მოყვება ორი საქარემინა, ეს შავი და სრულად გამჭვირვალე ვიზორი. ასევე მოყვება პინლოკი, რომელიც შედარებით სუსხიან ამინში და ცივ ამინში დაგიცავთ ვიზორის დაორთქლისგან. ტემპერატურული სხვაობის გამო იორთქლება ხოლმე ეს ვიზორი და იქიდან გამომდინარე, რომ წელს პირველად დავინტერესდი ლილოზე, რუსთავში ტრეკზე ვთქვათ რაღაცა დროის გატარებით, გართობით, ბუნებრივია რომ საჭიროება გაჩნდა ესეთი ჩაფხუტის. სუპერსკინის დარბოლას თანამშრომლობის ფარგლებში საშუალება მქონდა რომ შემერჩია ერთ-ერთი ფლაგმანი ჩაფხუტი. AGV-ის შემთხვევაში ეს იყო Pista GPR-ი, შარკის შემთხვევაში ეს იყო Iron GP და ნოლანის შემთხვევაში ეს არის X804. და ვიზუალის ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის პირადად მე როგორ გამომადგება ჩემი თავის ფორმაზე და ასე შემდეგ კონკრეტული ჩაფხუტი. ძალიან მაგარი ჩაფხუტი არის Pista GPR-იც, ორი აზრი არ არის, ამაზე ბევრად უფრო ძვირია. თუმცა ნუ ჩემი ინტერესი ამ შემთხვევაში არ არის ის, რომ რაც შეიძლება ძვირიანი ჩაფხუტი მქონდეს, იმიტომ რომ ამ სფეროში მე ალბათ შეატყობდით, რომ არავის არ ვეპრანჭები და არავინ არ არის ისეთი ვიზე, თქვა წაბაძვითაც ავდგები და რაღაცას გავაკეთებ, ამიტომ სუცდილობ ხოლმე რომ მე თვითონმე პირადად ჩემს საჭიროებებზე მორგებული რაც არის და რაც თქვა სიტყვაზე მე გამომადგება, ისეთი გადაწყვეტილებები მივიღო და საბოლოო ჯამში გადავწყვიტე ეს მოდელი. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს შარკის Iron GP-ის ფრთები, რომელიც მოძრავია, თუმცა რა ვიცი, ვიზუალიდან გამომდინარე და ჩემი თავის ფორმაზე მორგების, ანუ თავზე მორგების ფაქტორიდან გამომდინარე, საბოლოოდ ავირჩიე აი ეს X804 და ვარ სუპერ კმაყოფილი. ალბათ სულ რავი, 9 საათი არის ჯერ რაც მეკეთა და ესე მგონია რომ ჩაფხუტის გარეშე ვზივარ მოტოზე, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ ალბათ ყველაზე დიდი კომფორტი არის, რაც შეიძლება რომ მოტოზე განიცადო, რომ ზედმეტი რაღაცა არ გამძიმებს და ისე დადიხარ. ემიზომა მიჭირავს ხელში 1400 გრამია, ძალიან მაგარი მაჩვენებელი არის. ჩაფხუტებს ხალხი უყურებს როგორც რაღაც მოვალეობას, რომელიც უნდა მოიხადო, რაღაც იყიდო და დაიხურო, რომ უბრალოდ ჯარიმა არ დაგიწერო. ბევრს ხედავ ხოლმე $10,000 ან უფრო ძვირიან მოტოზე $200 ჩაფხუტით და ნუ კი, ეგ $200 ჩაფხუტი იმედია და შესაძლოა სერტიფიცირებულია, თუმცა ეს სერტიფიკატი რეალურად არის მინიმალური სტანდარტი, რაც წარმოებელმა უნდა დადოს, რომ გაყიდვაში გამოტანა შეძლოს ამ კონკრეტული მოდელის. ჩემს ვიდეოში ამ თემაზე ძალიან ბევრჯერ მისაუბრია და ამჯერად დეტალებში არ შევალ. თუმცა, სიტუაცია ჯამურად ბევრად უკეთესია, ვიდრე თუნდაც 10 წლის წინ იყო, მაგრამ მოგეხსენებათ ინტერნეტს და შესაბამისად ბევრ კონტენტს, ბევრი ნაგავიც მოყვება ხოლმე, თან 1000 სისულელეს მოისმენ და დაგუგლავთ და უყურებთ Instagram-ზე და YouTube-ზეც. საიდან გაჩნდა ამდენი ექსპერტი, არ ვიცი, მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია გირჩიოთ, რასაც სუგირჩევდით ამ არხზე, არის წესიერი წყაროები მოძებნოთ, როცა რაღაცაში გინდათ რომ დარწმუნდეთ. დედანი წყაროები მოძებნეთ და გაფუჭებულ ტელეფონს ითამაშებთ, უბანში რომ ვიღაცა მოტო იყიდა და რაღაცებს ძალიან თავდაჯერებულად გიყვებათ, არანაირად არ ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია უტყუარია. ზოგადად გაიჩენთ ავტორიტეტებს განსაკუთრებით ამ სფეროში, ნურც ბიზნესში, ნურც სხვა საქმეში, სამსახურში და ასე შემდეგ. სხვა ოფიციალური მასალაა ონლაინ, როგორც ტექსტობრივად, ასევე ვიდეოების სახით, კონკრეტული ორგანიზაციების და ბრენდების მიერ გამოქვეყნებული თუ რა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს ჩაფხუტი, რომ უახლოესი სერტიფიკატი მიიღოს, როგორ ხდება მათი ტესტირება ლაბორატორიებში, სხვა რა სერტიფიკატები არსებობს. სტატისტიკურად ყველაზე მეტად რა კუთხით ეჯახება ჩაფხუტი ასფალტს ან სხვა საგანს, როცა მოტოსაგზაო შემთხვევა ხდება. მე ეს სფერო მიყვარს და მაინტერესებს და შესაბამისად მაგიტომაც დაუნანებლად ხარჯავ ამაში დროს, რომ კითხულობ, სწავლობ. რეალურად მე ამას ვაკეთებ ჩემი სიამოვნებისთვის. ამიტომ ამის კითხვაში და ძებნაში დახარჯული დრო ჩემთვის დახარჯული არაა. ეგ არის ჩემი სიამოვნებისთვის გატარებული დრო. შენ არ მოგეთხოვება რომ იგივე გააკეთო, თუმცა თუ მოტოთი დაინტერესდი და ყიდვა გინდა ჩაფხუტის, მოგიწევს რომ ამაში გაერკვე და სწორედ ამისთვის არსებობს ჩემი არხი. ამიტომ წერ ხოლმე ამ თემაზე ვიდეოს. ჯამში ალბათ 10 ვიდეო მაინც მიდევს. ჩაფხუტებზე უსაფრთხოებაზე, ეკიპირებაზე ყველაზე ნაკლები ნახვა და გამოხმაურება კონკრეტულად მაგ ვიდეოებს აქვს ხოლმე. არც მიკვირს, რეალურად ახლა ტრაკი უფრო მეც საინტერესებს, ვიდრე სიცოცხლე სამწუხაროდ ესე ირკვევა. ამას ხუმრობით არ ვამბობ. ჩემს ერთადერთ ვიდეოს აქვს მილიონზე მეტი ნახვა Instagram-ზე. ეს ვიდეო არის არც მეტი, არც ნაკლები ტრაკზე. მე ჩემ გარდა არავინ არ მინახავს, რომ ეს სიტყვები როდესმე ეხსენებინოს, შეიძლება მე გამომრჩა, წლებია უკვე ამ არხზე ვამბობ. იყიდეთ სადაც გინდათ და რომელი ბრენდის გინდათ, უბრალოდ იყიდეთ აუცილებლად სერტიფიცირებული და თქვენი ბიუჯეტის შესაძლებლობის ფარგლებში, რაც შეიძლება მაღალი კლასის და დონის ჩაფხუტი, რომ
დაცული იყოთ ისო თქვენ. ჩაფხუტის დიზაინი ყველა სხვადასხვანაირი მოგვეწონება, თავის ფორმა ყველა სხვადასხვანაირი გვექნება, რის გამოც სხვადასხვა ბრენდს მოვირგებთ და უფრო შევიყვარებთ და მოვიწონებთ და ეს სრულიად ბუნებრივია. მოდი შევხედოთ ძალიან მოკლედ პლუსებს, რადგან კარბონია გვაქვს საოცარი წონა, ძალიან სუბუქია, სუპერ კომფორტულია. გვაქვს საოცარი დაცვა იმის გამო, რომ არის კარბონი, გარე ნიჟარა არის კარბონის შემადგენლობის. გვაქვს ძალიან დიდი ჭრილი, რითიც გარემოს უყურებ და ზედა და ქვედა კანტებს. აი ფაქტიურად თითქმის ვერ ხედავ, ხა მე ჩაფხუტი ისე მიკეთია, რომ აი ძალიან გაშლილი არეალია, რასაც შემიძლია რომ უყურო და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ მაგის გამო თავს. ეგ კიდევ უფრო მეტად მაძლევს იმ შეგრძნებას, რომ თითქოს ჩაფხუტი არ მიკეთია იმასთან ერთად, რომ სუბუქია. არის იტალიაში დამზადებული, აწერია კიდევაც Made in Italy, რა თქმა უნდა, სერტიფიკატით და ყველაფრით მაგაზე აღარც ვლაპარაკობ საერთოდ. ასევე აქვს ძალიან მაგარი აეროდინამიკა, ეგეც პლუსი არის. ეს დანარჩენი ანტიალერგიული შიდა რბილობები და საჰაერო არხები და ეს ყველაფერი ყველა ტოპ კლასის ან დანარჩენი ბრენდების სარბოლო ჩაფხუტებსაც, ფლაგმანებს, რომლებიც აქვს სხვა ბრენდებსაც, ყველას ესე აქვს. და მინუსებს რაც შეეხება, აი ორი რაღაცა რაც მე მაგალითად არატრეკზე გამოყენების დროს ძალიან ხდება ისე თვალში არის, რომ პირველ რიგში ის რომ Bluetooth ვერ დააყენებთ ზედ, ну დააყენებთ, მაგრამ აი ეს ძვირიანი, ულამაზესი და უკომფორტულესი, უმსუბუქესი ჩაფხუტი უნდა დააბინძუროთ და დაანაგვიანოთ და დაამძიმოთ უაზროდ მძიმე, აი რაც უკვე ვქენი მაგალითად, მით რა ქვია, Action Cam-ით, DJI-ის Osmo Action 5 Pro მიკეთია წინ თავისი სამაგრით, რომელიც სადღაც დაახლოებით 350 გრამი არის და პლუს კიდე ზევიდან ემატება, ამას სწრაფი ლოკერის ჩათვლით არის ეგ წონა და პლუს კიდე ამას ზევიდან ემატება ეს სადღაც 120 გრამამდე, მაგალითად სიტყვაზე რომ დააყენო KY ან KY Pro ან KY V2 და საბოლოო ჯამში სადღაც 400-420 გრამამდე ნამატი გაქვს, რაც აი ფაქტიურად რაშიც გადაიხადე ეს ფული იმას კარგავ რა, ანუ უაზრობა მგონია აბსოლუტური. ხო და ну ეს რა ვიცი, ერთი ძალიან დიდი მინუსი არის ჩემთვის, იმიტომ რომ მე ვიცი რომ უეჭველი ქალაქში ალბათ 95% ქალაქში გავატარებ და ალბათ 5% ისეთ ადგილას, სადაც არ მომინდება რომ ვიღაცთან კომუნიკაცია მქონდეს, არაფერს არ უსმენდე და გზაზე ვიყო ორიენტირებული და ან თქვა სიტყვაზე ლილოში ან რუსთავში და მეორე მინუსი, რაც ასევე ძალიან მაწუხებს ქალაქში, მაგრამ ნუ ტრეკისთვის ეგ რეალურად პლუსია არის ის, რომ აქვს დირინგი და არ აქვს სწრაფი ჩამკეტი. სწრაფ ჩამკეტებზე ბევრი წუწუნებს არ არისო უსაფრთხო, ტრეკებზე მაგიტომაც არ არის დაშვებული, თუმცა ნოლანს ეს ბრენდი ძალიან მიყვარს, თავისი პატენტი აქვს ორმაგ ჩამკეტზე, რომელზეც საერთოდ არ ყოფილა ჯერ აქამდე რაიმე ტიპის შემთხვევა, რომ ეგ ახსნილიყო, ანუ ორმაგი დაზღვევის ჩამკეტია სწრაფი, რაც ჩემ ნოლან 88-ს ქონდა მოდელს, რომელიც აქამდე მეკეთა ხოლმე ამ ჩაფხუტამდე, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელიც სხვათა შორის საჭიროზე მეთხანს გავიჩერე, იმიტომ რომ მოტოსფერს უბრალოდ საოცრად უხდებოდა, რომ გაიკეთებ ამ ჩაფხუტს X804-ს. არის უკომფორტულესი, მაგრამ აი შიგნით რო უკვე ჩადებ მაყურსასმენებს, ну ბუნებრივია რომ ეგეთი სიცარიელი, ეგეთი თავისუფლება და კომფორტი აღარ გაქვს, მაგრამ ну ეხლა თან ტრეკის ჩაფხუტი კონდეს და თან ის ჩააყენო შიგნით Bluetooth გარნიტურა და თან წონა მაინც ცოტა დარჩეს და თან ტრეკზე გინდა და დირინგი გინდა და თან სწრაფი ну აი ხო ხვდებით, ყველაფერი ერთად არ გამოდის რა. მე მგონია რომ საფასო კატეგორიაში უდაოდ ტოპ ჩაფხუტი არის, არ მეგულება არაფერი დედამიწის ზურგზე ამ ფასში ასეთი და ზოგადად სხვა სპორტულ სარბოლო ჩაფხუტებსაც ფიქრობ, რომ არაფრით არ ჩამოვარდება თუ არ ჯობია. უმარტივესი და იდეალური vlogging setup-ი ჩაფხუტში 2026 წელს. DJI Mini ძველი მოდელი არ არის აუცილებელი ახლის ყიდვა, 32 bit float ამ მოდელს არ აქვს, ამას აქვს, ესეც ძველი მოდელი არის და მოტოძრავის ჩასაწერად ეს უფრო გამოგადგება, თუმცა ჩაფხუტში შიგნით დასამაგრებელ კამერად იდეალურია. თავად კამერა DJI Osmo Action 5 Pro, შეგიძლიათ Action 6 იყიდოთ, სწრაფჩამკეტიანი სამაგრი, გადამყვანი და 3D პრინტერით დაპრინტული სამაგრი ჩაფხუტზე, Chin Mount-ის ან ნებისმიერი სხვა ბრენდის. სულ ესაა მთელი ფილოსოფია, თქვენ მიკროფონიდან კაბელების გარეშე შედის ხმა Action Cam-ში და შეგიძლიათ რაც გინდათ გადაიღოთ.